ძნელია დატოვო ოჯახი, საკუთარი სამშობლო და ბედის საძიებლად უცხოეთს მიმართო. უცხოეთის ცის ქვეშ ეძებო ის, რასაც სამწუხაროდ საკუთარ სამშობლოში ვერ პოულობ. დიახ, ეს გადარჩენის ინსტინქტია, რამაც ჩვენი ბევრი ქართველი ემიგრანტი ემიგრაციაში წაიყვანა. გადაცემა მონატრების ფერებით შეიქმნა მათთვის, რადგან მათი ხმა ესმოდეს მსოფლიოს და ყველამ ერთად მოვისმინოთ ის ისტორიები, რომელიც ემიგრაციას უკავშირდება. თქვენ უყურებთ გადაცემას მონატრების ფერები, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. როდესაც ემიგრაციაში მიდიხარ, ყოველთვის ითვლი წუთებს, დღეებს და ფიქრობ, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდე საკუთარ სამშობლოში, მოაგვარო ყოველივე პრობლემა და აი ასე პრობლემებ მოხსნილი დაუბრუნდე სამშობლოს. მაგრამ ეს 1, 2, 3, 4 წელი ათობით წლად იქცევა ხოლმე და უცხოეთს ძალიან დიდი ხნით შემორჩები. ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. დღევანდელი ჩვენი გადაცემა იწერება ქართულ ბერძნულ კულტურულ ორგანიზაცია დიონისეში, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ათ უკვე ჩვენი მეგობარი თაკო სამხარაძე და დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ თაკოს მასპინძლობისათვის, რადგან მოგვცა საშუალება, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩავწეროთ დიონისეში. ახლა კი მინდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც ემიგრაციას გაექცა, მაგრამ კვლავ უკან დაბრუნდა. ის არის 7 შვილის დედა. გადაცემა მონატრების ფერების სტუმარი გახლავთ ქალბატონი ეკა მჟავანაძე. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას, რადგან როგორც აღვნიშნე, ემიგრანტებს აქვს ძალიან ცოტა დრო გაქვთ თავისუფალი და ძირითადად ცდილობთ რომ რაც შეიძლება ბევრი იმუშაოთ, მოაგვაროთ ყველანაირი პრობლემა და დაბრუნდეთ სამშობლოში. ეს ნამდვილად ასე არის. ჩემი მიზანი იყო რომ ჩამოვსულიყავი სადღაც 2 წლით დავხმარებოდი ოჯახს, მაშინ 23 წლის, მაგრამ ეს 2 წელი გაგრძელდა ძალიან ბევრი წლები სამწუხაროდ. წარსულში რომ დავბრუნდეთ ქალბატონო ეკა, რამ გადაგადგმებინათ ეს ნაბიჯი, რომ საკუთარი თავისთვისაც გეწოდებინათ სიტყვა ემიგრანტი? ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგანაც მხოლოდ მამა მუშაობდა სახლში, დედა ავად იყო. დედა რომელიც მერე ჩემ გვერდით ჩამოვიდა, რადგანაც მის განეში ნამდვილად ვერ ვძლებდი, სიდუხჭირე იყო, არაფერში არ ყოფნიდა ის, რასაც მამა შეულობდა და იძულებული გავხდი, რომ ოჯახს მე რითაც შემეძლო დავხმარებოდი. ვის გაუმხილეთ პირველად, რომ აპირებდით ემიგრაციაში წასვლას და როგორ შეხვდა ოჯახი ამ გადაწყვეტილებას? ვიცოდი, რომ ჩემ მშობლებისთვის ეს რთული იქნებოდა და გადავწყვიტე, რომ ცოტა დიდი ხნით ადრე შემეგუებია ოჯახისთვის და დედა და მამას ვუთხარი დაველაპარაკე ამის შესახებ, რომ რადგანაც ვხედავ ოჯახში რა მდგომარეობაც არის თქო, ვიღაცა უნდა წავიდეს, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ თქო და ეს ძალიან რთული იყო ჩემი მშობლებისთვის, რთული მოსასმენი იყო. ну რა თქმა უნდა არ დამეთანხმენ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ მე როგორც იქნა თვითონაც იძულებული იყვნენ, რომ დამთანხმებული იყვნენ, რადგანაც ეს იყო სწორი გზა იმ დროისთვის, ჩვენი ოჯახისთვის. 2006 წელია, როდესაც თქვენ ემიგრაციაში მიდიხართ. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენს ქვეყანას ევროპასთან არ აქვს uvizო რეჟიმი. როგორ ჩამოხვედით აქ გზა საქართველოდან საბერძნეთამდე და რატომ აარჩიეთ საბერძნეთი? ეს ძალიან მწარე გზა იყო, შემიძლია გავიხსენო, რადგანაც ფაქტიურად სიკვდილს თვალებში ჩავხედე, რადგანაც გადმოპარვით წამოვედით, მაშინ არ იყო ვიზები, თანხებიც ბევრი ჯდებოდა. აქ მყავდა ნათესავი საბერძნეთში, რომლებიც მცოლ-ქმარი, რომლებიც 5 წელი იყვნენ მანამდე აქ. და რომ ვთხოვე დახმარება, მითხრეს, რომ შეეძლო ჩემ გვერდით ეკონომიურადაც დამდგომოდნენ და დავხმარებოდნენ ისე, როგორც შეეძლოთ მათ ამ გზით. გადმოპარვით საუბედუროთ, სხვა გზა არ არსებობდა მაშინ. ვინ გამოგაცილათ ავტოსადგურიდან? დედამ და მამამ და ჩემმა და-ძმამ და ეს თვალები არასოდეს დამავიწყდება. ეხაც კი რომ ახსენდება, რაღაცნაირად გული მიჩუყდება, რადგანაც იმედი მივეცი ჩემ ოჯახს ამითი, რომ მე მათ დავეხმარებოდი.
თუმცა ძალიან გამიჭირდა აქ პირველი 6 თვე შეგვიება და იმ დონეზე ვიყავი რომ უნდა წავსულიყავი, ვეღარ ვძლებდი, მაგრამ რო დავფიქრდი იმაზე რომ ისე ვალს დავამატებდი თუ დავბრუნდებოდი, მე ჩემ თავს შემოვძახე და უთხარი ეკა, არა შენ არა გაქვს სხვა გზა, უნდა მოიწმინო და შეგო ამ აზრს გადაწყვეტე ოჯახისთვის. საზღვრის გადმოკვეთის მომენტი, გადმოპარვის მოგვიყევით, იმიტომ რომ ბევრი ქართველი ემიგრანტი ყვება ამას სხვადასხვანაირად. საშინელება იყო, რადგანაც გადმომყვანი, ვინც ჩვენ უნდა გადმოვეყვანეთ თურქეთიდან, მიგვატოვა სადღაც საქათმესავით იყო, არ ვიცი. და ვიყავით 8 ადამიანი, მე ერთი ვიყავი ბავშვი 23 წლის, ასე რომ ვთქვათ, მათთან შედარებით, ისინი იყვნენ დედისტოლა ქალები, რომელსაც ერთ-ერთს დედამ, ჩემმა დედამ ჩააბარა ჩემი თავი და უთხრა, ძალიან გთხოვთ ქალბატონო, როგორც შვილს ისე გაბარებთ და იქ მიმიყვანეთო ნათესავამდე და ის ქალი ისე ცუდად გახდა, რადგანაც რომ მიგვატოვეს, ვერ გაუძლო ამ სიტუაციას და ლამის გაგიჟდა და მე მარტო მე შევძელი მისი დამშვიდება და ვთხოვე რომ გახსოვთ თქო შენ ჩემმა დედამ ჩაგაბარა თქო ჩემი თავი და აბა აქედან რო გავიქცეთ თქო და არ ვიცი რა საშიშროება იქნება ისევ დაველოდ ვინმე სხვამ რო გვიშველოს თქო და მართლაც სხვა ოფისიდან სხვა გადმომყვანებმა გადმოგვიყვანეს მერე იქედან სადაც ვიყავით, სადღაც საქათმესავით იყო, არც წყალი თანაც ზაფხული იყო და 3 დღე წყალი არ ქონდა დაელნალები საერთოდ, მაგრამ გავძელით დიდება უფლის წყალობით და იმ ფიქრით და მიზნით, რომ აქ უნდა ჩამოვსულიყავი საბერძნეთში. ჩამოხვედით ათენში, უკვე საბერძნეთში. როგორ იწყება ეკამ ჟავანაძის ცხოვრება როგორც ემიგრანტის და ახალგაზრდა გოგოსი უცხოეთის ცის ქვეშ. არასოდეს არსად ყოფილ ვარ და მაშინ როცა აქ ჩამოვედი, ვაი მე ვამბობ, აი სრულიად უცხო სივრცე, სრულიად უცხო ქვეყანაში, ნეტ აქ რა უნდა გავაკეთო თქო და დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ აი შიშები რომ არ მეფიქრა შიშებზე და მეფიქრა იმაზე, რომ როგორ დავიწყებდი გზას აქ საცხოვრებლად და მუშაობას და სხვათა შორის ჩემმა ნათესავმა მალევე წამეყვანა 2 დღეში სამუშაოზე ინგლისური ვიცოდი და ამან გადამარჩინა, რადგანაც არც ერთი სიტყვა ბერძნული არ ვიცოდი და ძალიან კარგად მემეღეს იმ ოჯახმა და იქ 1 წელი ვიყავი სანამ კარგად ენას დავეფლებოდი და მე შევცვალე სამსახური. რა გენატრებოდათ ყველაზე მეტად აქ საბერძნეთში ყოფნის პერიოდში? ჩემი ოჯახი, რომლის გარეშეც ერთი წუთი ვერ წარმომედგინა თავი და სიცარიელეს ვგრძნობდი ძალიან დიდს და უპატრონობას რაღაცნაირად. მაგრამ მადლობა ღმერთს, ნათესავები ძალიან დამიდგნენ გვერდით იმისთვის, რომ შეძლებს დაგვარად მარტო არ მეგრძნო თავი და აი ასე შევეგვე საბერძნეთს შეძლებს დაგვარად. როგორი ფერი აქვს მონატრებას? მონატრებას სადღაც ნაცრისფერი, მუქი, რადგანაც აი ის ჩვენი წარსული, ჩვენი ბავშვობა, ჩვენი სამშობლო, რომელიც წამი არაა და წუთი არაა, ჩემშვილებს ამაზე არ ველაპარაკო. ძალიან რთულია უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა, რაც არ უნდა ბევრი წლები იცხოვრო, მაინც უცხოელად მიგაჩნია თავი, როგორც სიტყვიან ბერძნები, მაინც ქსენი ხარო. რა გასწავლათ ემიგრაციამ? ვისწავლე დამოუკიდებლობა, ის რაც მაშინ არ მქონდა, სიმართლე რომ ვთქვა, მზრუნველობა ოჯახზე და უფრო მამაცი გავხდი, ვიდრე ადრე ვიყავი. რა წაგართვათ ემიგრაციამ? სამშობლო, რომელიც ძალიან მიყვარს, ჩემი მშობლები, ჩემი დაძმა, ჩემი ნათესავები, ჩემი მხარე, კუთხე და საერთოდ ქართული ჰაერი. პირველად რამდენიმე წლის შემდგომ, როდის ბრუნდებით სამშობლოში და როგორია უკვე სამშობლოსთან შეხვედრა და საყვარელ ადამიანებთან? ოჯახი რო შევქმენი 2013 წელში, დემეტრე მყავდა პირველი შვილი და მეორეზე ფეხძიმით ვიყავი. ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ მოდი წავიდეთ საქართველოში, რადგანაც ჩემი მიზანია, რომ იქ გავზარდო ჩემი შვილებიო,
კარგი, მეთქი დავითანხმე, რადგანაც მეც ერთი სული მქონდა, როდის დაუბრუნდებოდი საქართველოში და აი 11 თვე ძლივს გავწელით. ძალიან რთული იყო ოჯახის შენახვა. მე რადგან ფეხძიმეთ ვიყავ, მარტო მეუღლე მუშაობდა, ეს არაფერში არ ყოფნი და ძალიან რთული იყო ამ გზის ისევ ამორჩევა, მაგრამ სხვა გზა არ იყო და ისევ უკან დავბრუნდით. როდესაც ბრუნდებით საქართველოში ვინ ხვდებათ? ავტოსადგურში. საქართველოში მამა დამხვდა, დედა ჩემი უკვე აქ იყო, წამოვიდა ჩემთან, რადგანაც მე რო ვერ ვძლებდი, დედაც 2 წელში ჩემი წამოსვლიდან საქართველოდან ჩამოვიდა აქ საბერძნეთში. დედა რომელსაც ძალიან დიდი ამაგი აქვს შვილებისთვის და მე იმედი მაქვს რომ იმის ნახევარ შევძლებ როგორი დედაც იყო დედა ჩვენთვის. იქ მამა დამხვდა და მეუღლის ოჯახის წევრები, ძმა, რძალი და სახში დედამთილი და მამამთილი, რომლებიც მართლა ჩემი მშობლებივით მეყვარს და ძალიან დიდ სითბოს გრძნობ, რომ ბრუნდები ხოლმე იმ სახში. დედას 2 წლის შემდგომ შეხვდი მონატრებულ დედას საბერძნეთში. აი ეს პერიოდი რომ გაიხსენო, შეხვედრის და მოლოდინის პერიოდი, როდის დადგებოდა ის დღე, როდესაც დედას ისევ ჩაიხუტებოდი. იცით რა, ეს ყველას მინდა რომ უთხრა და რატო დედა რომლის გარეშეც არც ერთი დღე არ ყოფილვარ და 2 წლის მერე რო ჩამოვიდა, სიმართლე რო გითხრათ, რაღაცნაირად ძალიან უცხოთ ვიყავი. კი ვეხუტებოდი, მკოცნი ვეფერებოდი ჩემ დედას, მაგრამ რაღაცნაირად, აი რაღაცნაირი გრძნობა იყო ეს. ანუ უკვე სხვანაირი ვიყავი მე და თითქოს დედა იგივე იყო, მაგრამ მე რაღაცა უფრო გამაგრებული ვიყავი და მე ნელ-ნელა ამ ყველაფერს შევეგუე, ისევ ის სიახლოვე მქონდა, ისევ ის სითამამე დედასთან, ისევ ყველაფერზე უყვებოდი, მაგრამ აი ჩემი ოცნება ის არის, რომ არც ერთი დედა შვილის გარეშე არასოდეს არ უნდა იყოს. ნამდვილად გეთანხმებით. ოჯახის შექმენი საბერძნეთში, ხო? დიახ. როგორ იპოვეთ ერთმანეთი თქვენ და თქვენმა მეუღლემ? ჩემი დის მეუღლის, ანუ ჩემი სიძის მეგობარი იყო ჩემი მეუღლე, ეხა მეუღლე მამუკა. და აი ჩემი და საქართველოში იყო მაშინ, მე აქედან რა შემეძლო ვეხმარებოდი მის ოჯახს რაღაცა და თურმე მამუკა მე მხედავდა Facebook-ში მაკასგან და უთხრა რომ შენი შეგიძლია ვინმე რო გამაცნო და მაკას თქვა კი როგორ არა მეგობრების მეტი რა მყავსო და აი შენი და რო არისო საბერძნეთში ძალიან ლამაზია, მაშინ ცოტა უფრო სხვანაირი ვიყავი ახალგაზრდობაში უფრო და კიო როგორ არ გაგაცნობო და სიმართლე რო გითხრათ ვერ წარმომედგინა აქედან საქართველოში როგორ უნდა შემყარებოდა ადამიანი და ჩემი მეუღლე სვანია და მან გაიკითხა ვინ ვიყავი, როგორ ვიყავი და გადაწყვიტა ის რომ მთხოვა რომ ჩავსულიყავი. მე დავპირდი რომ აღდგომას ჩავიდოდი, მაგრამ როგორც ყველა ემიგრანტს ვამბობთ აი დღეს წავალ ხვალ წავალ და ვერასოდეს ვერ მივდივართ. თან უსაბუთო დაბა რთული იყო და აი თვითონ მითხრა რომ კარგიო შენ რახან ვერ მოვდიხარ, მე გადავწყვიტაო ამას და თვითონ ჩამოვიდა. და აი ჯერ პირისპირ არ იცნობდით, ხო, დისტანციური ნაცნობობა გქონდათ. თუმცა მარტო 6 თვე ველაპარაკებოდით ერთმანეთს, თვითონ მირეკავდა ხოლმე ტელეფონით, ან სახლიდან რო უბრუნდებოდი, სამსახურიდან რო უბრუნდებოდი, მე Skype იყო მაშინ, Skype-ში ლაპარაკობდით და რახან მე ვერ გადავწყვიტე, თვითონ მივიდა მამასთან, ჩემთან, თავის ნათესებთან ერთად, ალბათ როგორც სვანებს ჩვევიათ, რა ვიცი და უთხრა რომ მე მივდივარო საბერძნეთში და მინდა რომ გთხოვოთ თქვენი შვილის ხელიო. მართლა ძალიან საინტერესოა, როდესაც ანუ ესე დისტანციურად გაცნობილებს შეგიყვარდათ ერთმანეთი და უკვე ხელისათხოვნელად საბერძნეთში მყოფი შვილის სთხოვა მამას საქართველოში. საინტერესოა, გისმენთ. სხვათა შორის მამუკა რომ ჩამოვიდა, სუსტად ისეთივე გრძნობები მქონდა, ისეთივე წარმოვიდგენდი, როგორიც ჩემ გულში იყო რომ ხედავდი და
ისე დავახლოვდით და ისე შევერთდით ერთმანეთთან, რომ აი ცოლქმრობა და უფრო რა ვიცი, ერთი გავხდით რაღაცნაირად, ერთი ფიქრი. შეიძლება იმიტომ რომ ერთ თვეში ვარ დაბადებული 2 დღის განსხვავებით. 18-ში მაქვს მე დაბადების დღე და მას 21-ში და ძალიან შევეწყეთ ერთმანეთს და ალბათ იმიტომაც გვყავს ამხელა ოჯახი, არ ვიცი, უფლისნებით და წყალობით. პირველი შვილი შეგეძინა საბერძნეთში. დიახ, პირველი შვილი შეგვეძინა საბერძნეთში, მეორე შვილიც საბერძნეთში და სხვათა შორის შვილებში განსხვავება არის სულ წელიწადი და 5 თვე, მერე მესამე, მეოთხე და მეხუთე და ასე შემდეგ სულ წელიწადი არის მარტო შვალიდი და აი ამ პერიოდში რადგანაც რო არ მემუშავა არ გამოდიოდა 9 თვემდე ვმუშაობდი ყველა ფერძმობაში, მაგრამ აი მართლა შემილია კარგად გავიხსენე, რომ ყველა სამსახურში ჩემი ქმარით ჩემთან ერთად მუშაობდა. და მე მადლობა ამას იმისთვის, მამკაც იმისთვის, რომ მართლა ჩემ გვერდით დგას ყველაფერში. წარსულში რომ დაგაბრუნდათ ეხანდელი გადმოსახედიდან, გადადგამდით ამ ნაბიჯს გახდებოდით ემიგრანტი? არ მენდომილებოდა ემიგრანტი რომ გავხდე, არანაირად, მაგრამ აბა სხვა გზა თუ არსებობს, ისევ გაჭირება, რადგან ჩვენ მეორედ წავედით საქართველოში, მესამე შვილი რო გყავდა. აი მამკა მეთქე, აი ეხა უკეთესად ვიქნებით, მოდი, აი რაღაცა იქნება, ისევ დავბრუნდით, რადგანაც მეც მინდოდა რომ იქ მეცხოვრაო ნამდვილად და აბა ვერაფერი, აი საშინელება იმდენ ფულს შეულობდა, სადღაც 2000 ლარამდე შეულობდა და 2 კაპიკი აღჭებოდა. არა და ისე ვანაწილებდით მე და ჩემი დედამთილი რომ დედამთილს პენსია, მამამთილიც მუშაობდა, მაგრამ აბა იქ გასატანია, შემოსატანია, ვიღაცა დაგიძახეს, ბავშვებს ამდენი უნდა და მარტო ხილი და ხორცი იმდენი ხეს, რომ არანაირად არ ყოფნი. საბოლოოდ ქალბატონო აპირებ დაბრუნება სამშობლოში? აუცილებლად. ჩემ შვილებს ყოველ დღე უნერგავ ამას, რომ ველოდების შანსს რო საქართველოში წავიდე, რადგანაც ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ძალიან ჩემ შვილებსაც ძალიან უყვარს სხვათა შორის საქართველო. დამყოფები არიან? კი, ვცდილობ ძალიან ბევრი გვიჯდება ყოველ წელს საქართველოში რომ წავიყვანო ბავშვები, მაგრამ საქართველოს სიყვარული მინდა რომ შთავაგონო შვილებს, ყოველ ზაფხულზე დავდივართ საქართველოში და სულ მეუბნება მეორე განსაკუთრებით სანდრი, რომელიც თაკოსან დადეს აქ თეატრზე და ვოკალზეც, სულ მეუბნება დედიკო, მიდი რა, მე დავჩები კიდე ცოტა ხანი და მერე წამოვალო. ყველა ბავშვი საუბრობს ქართულ ენაზე. აუცილებლად კი. და არანაირად არ უჭირთ ქართულად საუბარი. არა და წერენ კიდევაც ქართულად, რადგანაც დადიან ხატია ქარსაულიძის ორგანიზაციაში, სადაც ქართული სკოლა აქვს იმათაც და სწავლობენ ქართულ ენას და ლიტერატურას და ქართულად მეტყველებენ დიდება უფალს ჯერჯერობით კარგად. ქალბატონო ეკა, ვინც ახლა ჩვენს გადაცემას უყურებს და კიდევ ვერ გადაუწყვეტია გახდეს თუ არა ემიგრანტი. მას რა რჩევებს მისცემთ? ანუ გადადგას ეს ნაბიჯი, ღირს კი თითოეული მატერიალური კეთილდღეობა იმ სულიერტკივილად, რასაც ქართველი ემიგრანტი უცხოეთის მიწაზე განიცდის. ნუ სხვა გზა თუ არა გაქვს, უნდა წახვიდე, რადგანაც ოჯახს უნდა დაეხმარო, მაგრამ ჩემი აზრით აი დედები უფრო მოვდივართ ხოლმე საზღვარგარეთ, მაგრამ ჩემი აზრით რაც არ უნდა სკოლაში იყოს ბავშვი, რაც არ უნდა იყოს შვილი დედასთან უნდა იზრდებოდეს, რადგანაც ბავშვები მერე უცხოვდება დედა შვილი ერთმანეთისგან და ნუ მე 2 წელი შვალედი მქონდა და თან დედის გაზრდილი ვიყავი, მაგრამ ჩემთვისაც რთული იყო ეს ჩახუტების მომენტი, მაგრამ აბა ბავშვი რომელიც დედის გარეშე იზრდება ის დედები მე მყოჩა ქეც ვიხრე იმ დედების წინაშე ვინც აქ წამოსულები არიან და წლობით შვილები დატოვებული ყავთ და ეწირებიან შვილებს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იმისთვის რომ შვილების მომავალი შეექმნან, მაგრამ არა, არ უნდა დატოვონ შვილები და ან თავისთავად წამოიყვანონ ის პერიოდი რაც ემიგრაციაში იქნებიან, ან არა და არანაირად არ უნდა დატოვონ ოჯახი, რაც არ უნდა უჭირდეთ. საქართველოს რომ მოგენატრებოდათ, თუ აქვს საბერძნეთს და ათენს ისეთი ადგილი, სადაც
მიხვიდოდით და აი მონატრებას განიქარწყლებდით და იტყოდით რომ აი ეს გავს ჩემშობლიურ კუთხეს, ეს გავს საქართველოს, აი ეს მახსენებს ყველაფერი საქართველოს. კი, საქართველოს რომ მომენატრება, სხვათა შორის პირველი სადაც წავიდოდი აგიოს პანტელეიმონას ეკლესიაში შევიდოდი, რადგანაც იქ სრულად შეიგრძნობს საქართველოს განსაკუთრებით კვირა დღეს და კიდე ორგანიზაციებში, სადაც ქალბატონი თაკო სამხარაძეს აქვს, კავკასიაში, სადაც ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს აქვს, ხატია ქარსაულიძეს, იგივე ქალბატონ ხატია ქარსაულიძეს, იმიტომ დამყავს შვილები აქ ყველგან, რომ აი იქ ნამდვილი ქართული სული იგრძნება ამ ორგანიზაციებში. ხშირად სხვადასხვა ორგანიზატორები აკეთებენ ქართულ საღამოებს. ეს რამდენად არის ქართველი ემიგრანტის შვება, როდესაც საქართველოდან ჩამოსული სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი, შეიძლება იყოს მომღერალი, მსახიობი და ასე შემდეგ, ქართულ საღამოებს უწყობს ქართველ ემიგრანტებს. ეს ძალიან დიდი შვება არის, რადგანაც რაღაცნაირად აი ეს 1 საათი, რაც ამას უყურებ, კონცერტია თუ მომღერლები არიან, თუ წამყვანები არიან, ტელეწამყვანები თუ ასე შემდეგ, გრძნობ, რომ თითქოს იმ 1 საათი იყავი საქართველოში და როცა სახლში ბრუნდებით, აი კონცერტებია თუ თეატრია თუ ვინც ჩამოდიან საქართველოდან, მეუბნებიან ბავშვები, რომ დედა, რა მაგარი იყო, ყველა ქართველი რო იყო. თითქოს ცოტა ხნით საქართველოში ვიმოგზაურედო. რას ეტყვით ჩვენს ქართველ ემიგრანტებს, ქალბატონოიკა, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს ჩვენ სამშობლოს მსოფლიოში მიმოფანტული. იცით, პირველ რიგში გამძლეობას ვურჩევდი ყველას, რომ გამძლეობა ქონოდეთ და უფლის წყალობას, განსაკუთრებით დედებს, მაპატიოს მამებს, მამას რო ვამბობ, რადგანაც აი დედის ტვირთი სხვანაირია, შვილს რო ტოვებ და მოდიხარ, იგივე მამებზეც რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა ბევრად განსხვავებული არის და გამძლეობა ქონდეთ ამ ხალხს, უფლის წყალობა და აი შვილებისთვის რო წამოსულები არიან, გაემართლებიოთ იმედს, რისთვისაც არიან წამოსული და შვილები უფალმა დაახვედროთ ჯანმრთელები და ბედნიერები და მიიღონ ის მშობლები ისეთები, როგორებიც იყვნენ, რომ წამოვიდნენ იმ ბავშვებისთვის მაშინ დავის დროზე. რადგანაც ბევრი გაუცხოებას ვხედავ, რომ დედები მოდიან და მერე საქართველოში რომ ბრუნდებიან, შვილები გაუცხოებულები არიან, ფულის სიყვარულს უფრო სწავლობენ, ვიდრე დედის მშობლის სიყვარულს, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ ის, რომ აი ეს მშობლები ეწირებიან შვილებს იმისთვის, რომ აქ მოდიან. მართლა ქეცვიხრი იმ დედების წინაშე, რომ შვილების გარეშე რო ცხოვრობენ, ეს საშინელება არის. ძალიან რთული, ერთი დღე ვერ წარმოვიდგენია ჩემი შვილების გარეშე ყოფნა. ძალიან რთული იქნებოდა ალბათ. ეხლა რომ დადგეს მომენტი ქალბატონოიკა და იძულებული გახდეთ ისევე წახვიდეთ ემიგრაციაში, უბრალოდ სხვა ქვეყანაში და შვილების დატოვება მოგიხდით საბერძნეთში. გადადგამთ ამ ნაბიჯს. ამ ნაბიჯს გადავდგამ, მაგრამ როგორ გადავდგამ? ჩემ შვილებთან ერთად გადავდგამ, სადაც წავალ, სადაც ვიქნები, ლუკმაპური ხო იქნება, გავტეხავ და მერე იმ შევეჩვევით იქ ცხოვრებასაც და არ არსებობს ადამიანს რაც უნდა მიზნად რომ დაისახავს არ მიაღწიოს. არ მეგულება ადამიანი რომ თუ მიზანს დაისახავს არ მიაღწიოს, მაგრამ ვერა შვილების გარეშე ვერასოდეს. წარმატებები მინდა გისურვოთ ქალბატონოიკა და ძალიან მალე დაბრუნება ჩვენ სამშობლოში, აი ისეთივე სამშობლოში, როგორსაც თითოეული ქართველი ემიგრანტი ყოველღამე სიზმრად ხედავთ, გაბწყინებულში, გალამაზებულში და რაც მთავარია ადამიანს ქონდეს ელემენტარული ის მინიმუმი, რითაც შეძლებს რომ იცხოვროს საკუთარ სამშობლოში და თვალი არასდროს არ გაექცეს უცხოეთისკენ და ბოლოს რას გვისურვებთ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის შევქმნით და მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებთ. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან დიდი მადლობა მაპატიეთ თუ შეიძლება ვიტყვი ქალბატონ იზო დაშნიანს და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლიგიას მუშკუდიანს და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ საქმეს რასაც აკეთებ უფალს თხოვ რომ გაგეგრძელებიოთ პირნათლად მადლობა რომ აი ემიგრანტებისთვის
ძალიან დიდ რამეს აკეთებთ იმისთვის, რომ ჩამოდიხართ ამ ხალხიდან და ჩვენი ისტორიებს იზიარებთ და უზიარებთ ყველას. და მადლობა ამისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. თელე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონო ეკა, რომ გამონახეთ დრო, როგორც ვიცი რომ თქვენი სამსახური დატოვეთ, გამოიქეცით რომ მოკლედ ჩაგვეწერა გადაცემა და იქ თქვენ საქმიანობას თქვენი მეუღლე აგრძელებს, ხო? დიახ, ასე არის. მანამ სანამ თქვენ ხართ ჩაწერაზე. დიახ. და ეხლა რომ მივალ მეც მასთან ერთად გავაგრძელებ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ჩემ მეუღლეს რომ აი გვერდით რომ მიდგას ეს მაძლიერებს და ეს მხდის ძალიან ძლიერს. მამუკა ჰქვია ქალბატონი ეკას მეუღლეს და ხშირად ჩვენს გადაცემაში უფრო მეტად ქალბატონები ხდებიან თავიანთი ისტორიის მოსაყოლად და თქვენს მეუღლესაც მოკლედ ველოდებით შემდგომ ჩამოსვლაზე საინტერესო იქნება მოგვიყვეს ემიგრანტული ცხოვრება თუ როგორ გახდა თავად ემიგრანტი რადგან იქ თავისი მეორე გული ეგულებოდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, წარმატებებს გისურვებ და ძალიან მალე დაბრუნებას ჩვენს სამშობლოში, საქართველოში. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ უყურებდით გადაცემას მონატრების ფერები, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. ჩვენ გვასპინძლობს ქართულ ბერძნულ კულტურული ორგანიზაცია დიონისე, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ თაკო სამხარაძე და მას მინდა გადავუხადოთ ძალიან დიდი მადლობა. რათა მოგცა საშუალება დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩაგვეწერა და აი ასეთი საინტერესო რესპონდენტი 7 შვილის დედა ქალბატონი ეკა მჟავანაძე გაგვეცნო ჩვენი ტელემაყურებლებისთვის და მისი ისტორია მოგესმინა და კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტის ისტორიას ინახავს გადაცემა მონატრების ფერები. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიას, რომელიც საუკუნის მეოთხედზე მეტია იმყოფება ემიგრაციაში ათენში და ის ცდილობს, რომ თითოეული ქართველი ემიგრანტის ხმა სოფლიოს გააგონოს. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოგვყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი. გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. ჩვენი გადაცემების ხილვა შესაძლებელია My Video-ზე და TikTok პლატფორმაზე. გადაცემა მონატრების ფერების მოგზაურობას მსოფლიოს მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია დაგითრეველი. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.